სტუმართან ერთად გავაგრძელებთ ჩვენს გადაცემას ეთერში ნინო კალანდაძეა, ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორი. მადლობა რომ გვეწვიეთ პირდაპირ ეთერში. უნდა დავიწყოთ მიუნხენის კონფერენციაზე საუბრით. რამდენიმე საათში დაიწყება ეს კონფერენცია და ლიდერები უკვე იკრიბებიან მიუნხენში ამ კონფერენციაზე დასასწრებად. მესმის რომ პროგნოზების გაკეთება ახლა ძალიან რთულია, მაგრამ იმ განცხადებების ფონზე, რაც უკვე გაკეთდა, უკრაინასთან დაკავშირებით, რაც არის ამ კონფერენციის მთავარი თემა, თუნდაც ის რომ ტრამპის განცხადება იყო, რომ უკრაინის და რუსეთის და ამერიკის წარმომადგენლები თითქოს აპირებენ გარკვეულ შეხვედრას, რაც უკრაინამ უარყო. რა კონტურები იკვეთება ამ დროისთვის, რა შეიძლება იყოს შედეგი უკრაინისთვის ამ შეხვედრის შემდეგ? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. პროგნოზების გაკეთება ცხადია რთულია, მაგრამ რამდენიმე საკითხი დღის წესრიგიდან და ასევე გლობალური პოლიტიკის მიმდინარეობიდან გამომდინარე, პრინციპში გამოკვეთილია. პირველი მნიშვნელოვანი არის ის, რომ უკრაინა რჩება ევროპული უსაფრთხოების დღის წესრიგის მთავარ საკითხად და მიუნხენის კონფერენცია ამის საუკეთესო პლატფორმაა და აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ ევროპის დედაქალაქებში და ევროპის ლიდერშიპში გამოიკვეთა მზაობა და საჭიროება იმისი, რომ წამყვანი როლი დატვირთვა ფუნქცია ამ შემთხვევაში გადმოვიდეს სწორედ ევროპულ კონტინენტზე მყოფ სახელმწიფოებთან და ასევე მათი ლიდერების მხრიდან, მათ შორის მაკრონის განცხადება მოვისმინეთ ჩვენ, აშკარაა, რომ მზაობა იკვეთება იმისა, რომ ისინი აპირებენ ხელში აიღონ ევროპაში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა, თავისი წვლილი შეიტანონ, მათ შორის ნატოს დებატების ფარგლებში ევროპამ თავისი კონტრიბუცია გაზარდოს და ასევე უკრაინასთან მიმართებით ძალისხმევა გაზარდოს, რაც არის კარგი იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ დღეს არ ვიცით ტრამპის პოლიტიკა საბოლოო ჯამში რა მიმართულებით წარიმართება და როგორ გამოიკვეთება. ვიცით ის, რომ ტრამპს იგივე წარმოდგენა აქვს, რაც ცივილიზებულ სამყაროს გლობალური უსაფრთხოების მოწინააღმდეგეების მიმართ, იქნება ეს ჩინეთი, იქნება ეს ირანი, თუ იქნება ეს ვლადიმერ პუტინის ავტორიტარული მმართველობა, იმიტომ რომ არაერთხელ დაფიქსირებულა, რომ ავტორიტარული რეჟიმების მიმართ მათ ძალიან მკაცრი და მკაფიო პოზიციები ექნებათ, ამერიკის ახალ ადმინისტრაციას გულისხმობ. შესაბამისად, ეს თანხვედრაშია, ისევე როგორც ჩვენ ვიცით, რომ ნატოს ფარგლებში გამოკვეთილი პრიორიტეტები, როგორიც არის რუსული ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ აქტიური მზადება ევროპის ფარგლებში, სრულიად გაზიარებულია ვაშინგტონის მიერ, ამიტომ აქ სპეკულაციის საფუძველი არ არსებობს, საიმისოთ რომ არ ვთქვათ, რომ უსაფრთხოების გამოწვევების აღქმა სრულიად ერთიანია დღეს, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის ფარგლებში, ისე ევროპის ფარგლებში. კონკრეტულად უკრაინასთან მიმართებით, აშკარაა, რომ ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ომი განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს მსოფლიო ლიდერებისთვის, პირველ რიგში წარმოადგენს სასაკვირველია ევროპული ლიდერებისთვის, იმიტომ რომ მათ სამეზობლოში მიმდინარეობს ცხელი ომი, რომელიც გამოწვევა არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მათ იციან, რომ ეს არის რუსეთის ომი დასავლეთის წინააღმდეგ, დასავლური ცივილიზაციის წინააღმდეგ, დასავლური დემოკრატიული წესრიგის წინააღმდეგ, რაც ასევე გამოწვევაა შეერთებული შტატების. ევროპის გააქტიურება ასეთი თვალსაჩინოა, ხო? განცხადების შემდეგ, რომ მათ ევროპის გარეშე მისი საკითხები ვერ გადაწყდება, რას ნიშნავს? აქ ორი რამ ფიქსირდება ბოლო თვეების დისკურსიდან გამომდინარე. პირველი ის, რომ ამერიკა მოითხოვს ევროპის მეტ ჩართულობას, როგორც ნატოს ფარგლებში, ისე უკრაინის ომთან მიმართებით, რაც არის სწორი, იმიტომ რომ პირველ რიგში ევროპის კონტინენტზე მიმდინარეობს ომი და მეორე, იმიტომ რომ ნატო, როგორც უსაფრთხოების ქოლგა, მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების იმედად ვერ იქნება დარჩენილი, რასაკვირველია, მნიშვნელოვანია მათი პოზიცია, იმიტომ რომ ვლადიმერ პუტინისთვის აღსაქმელათაც პირველ რიგში მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია, მაგრამ აქ ჩდება შესაძლებლობა იმისა, რომ სიმძიმის ცენტრმა დიდწილად გადმოინაცვლოს მათ შორის ევროპაში, სადაც ევროპის ლიდერშიპს და ჩვენ ამის პრაქტიკა გვაქვს ისტორიაში, სადაც მათ ძალიან მკაფიო და ძლიერი პოზიციების დაფიქსირება და შესაბამისად რაღაც ვითარების სამშვიდობოზე გაყვანა შეუძლიათ. ამიტომ ეს მოცემულობა თავისთავად არის მისასალმებელი, მით უმეტეს, როდესაც მათ შორის მაკრონის პირით გაჟღერებული საკმაოდ დიდი მზაობა ფიქსირდება. ცხადია, რომ გარკვეული ტიპის დროებით გამოწვევას წარმოადგენს ის, რომ გერმანიაში ახლა წინასაარჩევნო პერიოდია და ბოლომდე ჩამოყალიბებული
სამთავრობო აქტივობები არ არის, მაგრამ ამავდროულად ჩვენ ვხედავთ სრულად ერთსულოვან ევროპარლამენტს, რომელიც ევროკავშირის ძალიან მკაფიო პოზიციებს აფიქსირებს. ევროპარლამენტს საქართველოსთან მიმართებით დაუბრუნდებით, თუმცა უნდა გთხოვოთ, რამდენად ძლავრ მექანიზმად გამოიყენებს სანქციების საკითხს ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის მიმართ, იმიტომ რომ იყო ხო ტრამპის ჯეი დი ვენსის განცხადება, რომ თუ რუსეთი არ დასთანხმდება ომის დასრულების გეგმას, სანქციებს გამოიყენებს და ჯარის შეყვანაზეც იყო უკრაინაში ლაპარაკი შეერთებული შტატებში. აქ ჩვენ რამდენადაც განცხადებების და ქმედებების საწყის ეტაპზე ყოველ შემთხვევაში შეფასება შეგვიძლია სასახად გამოვკვეთოთ იმას, რომ ტრამპს ძალიან ამბიციური გეგმა აქვს მსოფლიო მშვიდობასთან მიმართებით და მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით და იმასთან მიმართებით მისი წვლილი და როლი რა იქნება ამ პროცესებში. მას აქვს სურვილი და წარმოდგენა იმისა, რომ მას შეუძლია ეს პროცესები რაღაც გარკვეულ კალაპოტში მიმართოს, რომელიც მის მემკვიდრეობად აღიქმება. ამიტომ როგორც ჩანს, მას აქვს სურვილი რომ ის ძალიან აქტიურად ჩაებას როგორც მოლაპარაკების პროცესში, ისე შესაბამისი შედეგები ნახოს. ანუ ეს რაღაც ჰაერზე სასაუბროთ არ დარჩეს, არამედ მან სახელმწიფო პრიორიტეტები გამოკვეთა, მათ შორის გლობალურ პოლიტიკაში, მან წარმოაჩინა ამერიკა როგორც რაღაც დიდების როლის მქონე ამერიკა საერთაშორისო ურთიერთობებში, რაც ნიშნავს იმას, რომ ის წარმოადგენა, რომ ტრამპი მხოლოდ შიდა ამერიკულ პოლიტიკაზეა, ვთქვათ, ფოკუსირებული და საგარეო პოლიტიკა დღის წესრიგს მიღმა არ შეესაბამება სიმართლეს, იმიტომ რომ მას უნდა თავისი კვალის დატოვება მისი ამ ბოლო ვადის პირობებში. ამიტომ როგორც ჩანს, მას სურვილი აქვს, რომ აქტიურად ჩაერთოს და მას ასევე სურვილი აქვს, რომ ვლადიმერ პუტინი გარკვეულ წინაპირობებზე დაიყოლიოს. და წინააღმდეგ შემთხვევაში ალბათ რაღაც შესაბამისი გეგმაც აქვს, რომელზეც ერთმანეთში ისაუბრებდნენ. აშკარაა ის, რომ უკრაინასთან მიმართებით ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა, რაც აქამდე დაფიქსირებულა წინამორბედი ადმინისტრაციის მიერ, ის პრაქტიკულად გადახედვას არ ექვემდებარება. ყველა თანხმდება იმაზე, რომ ამ ომში მსხვერპლი არის უკრაინა და ეს არის ომი დასავლური ცივილიზაციის წინააღმდეგ, აგრესორი არის რუსეთი და ყველა თანხმდება იმაზე, რომ რუსეთს აქვს შორსმიმავალი გეგმები იმ შემთხვევაში, თუ მას არ მიეთითა თავისი საზღვრების რაღაც ჩარჩო თუ არ განესაზღვრა სწორედ დასავლელი მოთამაშეების მიერ. უბრალოდ ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი პოზიცია, რომ ამ თამაში ამერიკა არ უნდა იყოს ცალკარში მოთამაშე, არამედ და არც ცალმხრივი მოთამაშე, არამედ ევროპასთან ერთად უნდა იყოს ერთიანი რაღაც ფართო ფრონტი შექმნილი, რაც აი საქართველოს კონტექსტზე რომ ვილაპარაკოთ, მიუნხენში არის ჩასული პრეზიდენტი ზურაბიშვილი, ხო? ქართული ოცნების მთავრობის წარმომადგენლები იქ არ არიან მიწვეული. რას ნიშნავს, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი კონფერენცია ტარდება, ხო, მიუნხენში. ის რომ საქართველოს ლეგიტიმაციასთან დაკავშირებითაც არის მთავრობის ბევრი კითხვა და ის რომ მათი წარმომადგენლები არ ესწრებიან თუ ვერ ესწრებიან, ყოველ შემთხვევაში იმ კონტექსტში არ მოიაზრებიან. ქვეყანას რას აკარგვინებს, რას შესაძლებლობას და სალომე ზურაბიშვილს რა შეუძლია ახლა იქ გააკეთოს? მე არ ვიტყოდი რომ ამ ეტაპზე ქვეყანას რამეს აკარგვინებს, იმიტომ რომ ქვეყანა მიუნხენის კონფერენციაზე წარმოდგენილია, მათ შორის საქართველოს როგორც ასეთი ევროპული უსაფრთხოების და ევროპული პოლიტიკის დღის წესრიგის საკმაოდ მაღალ პრიორიტეტებშია მოყოლებული წინასაარჩევნო პერიოდიდან და განსაკუთრებით პოსტსაარჩევნო ვითარებიდან გამომდინარე. ამიტომ ასეთი პლატფორმები მნიშვნელოვანია, რომ სახალხო ხმა ისმოდეს და ვინაიდან საქართველოს პრაქტიკულად არ ჩამოდის ევროპული არც მედიის და არც პოლიტიკოსების დღის წესრიგიდან, შეგვიძლია შვიდად ვიყოთ, რომ იქ რაღაც ფორმალური წარმომადგენლები თუ არ არიან ხელისუფლების მხრიდან ადგილზე, ამით ქვეყნის ინტერესი არ ზარალდება ამ ეტაპისთვის. კიდევ უფრო პოზიტიურად უნდა განვიხილოთ ის, რომ იქ არ არიან ის წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოს ინტერესებში კი არ მოქმედებენ, არამედ სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ. ამიტომ მათი ადგილი იქ საერთოდ არ არის. უსაფრთხოების კონფერენციის ფორმატი არის ის ფორმატი, სადაც საქართველოს მონაწილეობს როგორც გლობალური უსაფრთხოების ნაწილი, როგორც გეოპოლიტიკურად ძალიან სენსიტიური ტერიტორიის მქონე სახელმწიფო, რომელიც უშუალოდ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოხდეს, მას თავისი სიტყვა ეთქმოდეს და თავისი როლი ქონდეს და შესაბამისად ფუნქციონირებდეს გამართულად იმისთვის, რომ ევროპის უსაფრთხოებას საფრთხე არ შეექმნას. კობახიძის და ივანიშვილის წარმომადგენლების იქ მონაწილეობა იქნებოდა ის, რომ ვლადიმერ პუტინია თავისი წარმომადგენლებით იქ წარმოადგენილი და სრულად ლოგიკურია, რომ ისინი არ მიიწვიეს და მათი ადგილი იქ არ არის. ასევე ცხადია ეს დეკლარირებული პოზიცია საერთო
ევროპული პოლიტიკის დეკლარირებული პოზიცია, რომ არალეგიტიმური, არასახალხო ლეგიტიმაციის მქონე ერთეულები, რომლებსაც დღეს უკვე ვიცით, რომ თვითგამოცხადებულს ეძახიან ფაქტობრივათაც და იურიდიულათაც, რომ მათ იქ არ მიიწვევენ, იმიტომ რომ ისინი უბრალოდ არავის არ ახმოვანებენ, უფრო მეტიც ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ამ ადამიანებს დიპლომატიური პასპორტებითაც კი არ ჰქონდეთ და სამსახურებული პასპორტებითაც არ ჰქონდეთ სარგებლობის უფლება, იმიტომ რომ მათ არ აქვთ ხალხის ხმა, რომლითაც ისინი ჩავიდოდნენ და გაესაუბრებოდნენ. აი ეს თვითგამოცხადებული დე-ფაქტო ტერმინები ბევრჯერ შეგვხვდა რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო და სადაც ასევე იყო სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურობაზე ლაპარაკი, ხო? ძალიან დიდი სია არის დასასანქცირებელი პირების ამ რეზოლუციაში, რასაც გამოჩნდა, რომ სავარაუდოდ ძალიან ეშინია ქართულ ოცნებას. თუმცა პოზიცია რომ ვერ თანხდება სანქციების დაწესებაზე ევროკავშირში ერთიანი. მაგრამ არის მოწოდებები, რომ ცალკეულმა ქვეყნებმა დააწესონ ეს სანქციები. შეიძლება რომ ეს დოკუმენტი, მიუხედავად იმისა, რომ სავალდებულოდ შესასრულებელი არ არის, გახდეს ერთგვარად მაკოორდინირებელი ევროკავშირის შიგნით სხვადასხვა ქვეყნებისთვის, რომ საბოლოოდ ძალიან დიდ მასშტაბს გასწრდეს დასანქცირებული სანქციები. ესე იგი, მე შემიძლია პარალელი გავავლო იმ რეზოლუციებთან, რომლის ვთქვათ ლობირებაში მე მიმიღია ოდესღაც მონაწილეობა და განსხვავება ის არის, რომ თუ ჩვენ ცალკეული საკითხები იქნებოდა ეს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, თუ იქნებოდა ეს რუსეთთან მიმართებით, მართლაც არ ვიცი, ყველა კარზე კაკუნით და ყველა ფანჯრის შეღებით ძალით უნდა შეგვეტანა ევროპარლამენტის დღის წესრიგში. დღეს ამ ტიპის რეზოლუციის ასეთი მაღალი მხარდაჭერა გულისხმობს იმას, რომ ეს არის აბსოლუტურად კონსენსუსური პოლიტიკა საქართველოსთან და რეგიონთან მიმართებით. ანუ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აღარ ჭირდებათ ახსნა და მტკიცება იმისა, რომ საქართველო არის მნიშვნელოვანი ერთეული, ტერიტორიული ერთეული ევროპის კავშირისთვის და რომ საქართველოში დემოკრატიისთვის ბრძოლა არის საერთო ევროპული ინტერესი. მათ აღარ ჭირდებათ იმის მტკიცება, რომ ივანიშვილს სინამდვილეში ცოტა ევროპა და ცოტა რუსეთი კი არ უნდა, ის არ არის რუსეთის წარმომადგენელი საქართველოში. მათ აღარ ჭირდებათ იმის მტკიცება, რომ ივანიშვილი არის ოლიგარქი, რომელიც აქ ცდილობს თავის გადარჩენას ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით და საქართველოში ამყარებს ოლიგარქიულ, კლეპტოკრატიულ და კორუმპირებულ სისტემას. და რომ მას ევროპის ფარგლებში არაფერი ესაქმება, მაგრამ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა. ამიტომ ეს რეზოლუცია რამდენადაც არასავალდებულო არ უნდა იყოს შესასრულებლად, ის არის პოლიტიკური დოკუმენტი, რომელიც პირდაპირ ასახავს დედაქალაქების პოზიციას. ანუ იმ ქვეყნების ეროვნული წარმომადგენლების პოზიციას, რომლებმაც საქართველოსთან მიმართებით პოლიტიკა უნდა გაატარონ. ამას ორბანი დაემორჩილება თუ არა, სრულად არაარსებითია. ეხლა ცალკეული სახელმწიფოების, ცალკეული მეთაურები, რომლებსაც თავის ქვეყანაში პრობლემები აქვთ ლეგიტიმაციის, აბსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ ეს რეზოლუცია არის ალბათ ისეთი მკაფიო, როგორც მე ჩემ ცხოვრებაში არ მინახავს. უფრო მეტიც, ამ რეზოლუციის უკან დგას ძალიან სკრუპულოზური შრომა, ანუ იქ ჩანს, რომ თითოეული ადამიანი, თითოეული პირის რაღაც ბიოგრაფია არის შესწავლილი, რომელიც ამ დასასანქცირებელთა სიაში მოხვდა და ჩვენ თუ შევხედავთ ამ სიას, ეს არის კგბ-ს აგენტურა. ანუ პრაქტიკულად გამოკვეთილი აქვთ მათ კონკრეტული ქსელი, ვინ მუშაობს საქართველოს ტერიტორიაზე ევროპული სახელმწიფოების უსაფრთხოების წინააღმდეგ. ეს არის ის სურათი, რომელიც ჩვენ იქ დავინახეთ, თუ კარგად დავაკვირდებით და ქართული თვალისთვის ეს ალბათ ძალიან ძლიერებითაც, ხო, ფინანსურით თუ პროპაგანდით. რეჟიმს აძლიერებს კონკრეტული სისტემა. ივანიშვილი დამოუკიდებლად თავისი საცესების და რაღაც ფუნდამენტის გარეშე ის ვერ იარსებებდა. ივანიშვილი დგას FSB-ს დახმარებაზე და ივანიშვილი დგას დიდ ფულზე, კორუმპირებულ ფულზე, რომელიც კორუფციის გზით აკონტროლებს თავის ქვედარგოლებს, იმიტომ რომ არც ერთი ჭკუატყოფელი ადამიანი დღეს ივანიშვილის ინტერესებს არ გაატარებდა, ის რომ არ იყოს გარკვეული კორუფციული თუ სხვა მაკომპრომატირებელი გზით მიბმული ამ სისტემაზე და ამ რეჟიმზე. სწორედ ამ სისტემის რყევას იწყებს დღეს ევროპის კავშირი, რაც გამოჩნდა ამ რეზოლუციაში და პრაქტიკულად გაფორმდა ეს პოლიტიკური განწყობა საქართველოსთან მიმართებით. მით უმეტეს რომ არსებობს ფორმატები, მაგალითად ბალტიის ქვეყნებმა ვნახეთ რომ თვითონ დაუწესეს სანქციები, ვაიმარის ფორმატს აქვს გამოხატული მზაობა რომ დაუწესოს სანქციები საქართველოს, ხო და ამ ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნები შედიან ვაიმარის ფორმატში, ხო? გერმანია, პოლონეთი, რომ ბატონო, აღმოსავლეთ ევროპის პოზიცია იმთავითვე სრულად გამოკვეთილი და ცხადია და იმთავითვე საქართველოში
პრორუსული ძალების გაძლიერების წინააღმდეგ იყვნენ, იმიტომ რომ მათ თავის თავზე გამოცადეს და იციან რუსული საფრთხე რას წარმოადგენდა აქამდე და რას წარმოადგენს დღეს იმ შემთხვევაში თუ რუსული ძალა რეგიონში და კავკასიაში გაიმარჯვებს ივანიშვილის სახით, იმიტომ რომ ივანიშვილის რეგიონში შენარჩუნება ნიშნავს რუსული ძალის ჩაბეტონებას რეგიონში ძალიან დიდი ხნით და ეს არის დიდი საფრთხე პირველ რიგში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის და შემდგომ უკვე დასავლეთის ქვეყნებისთვის. ამავდროულად ეს ცალკეული ქვეყნების პოზიციები მეტყველებს იმაზე, რომ ევროპის კავშირის შიგნით მიღებულია გადაწყვეტილება საქართველოსთან და რეგიონთან მიმართებით, რუსეთთან მიმართებით და ივანიშვილთან მიმართებით, უბრალოდ ისინი გზებს ეძებენ, როგორ აუარონ გვერდი იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც საჭიროებენ კონსენსუსს და სადაც ორი სახელმწიფო არის ჯერ კიდევ ნეიტრალურ პოზიციაზე. გერმანიის ელჩის საკმაოდ ისეთი სამწუხარო პერსპექტივა დაგვანახა, ხო, მოლდოვის მაგალითზე, რომელმაც თქვა, რომ 1.8 მილიონის გადაცემაზეა ლაპარაკი მოლდოვისთვის, იმისთვის, რომ წინ წაიწიოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესმა და საქართველოში ამ დროს deep state-ზე ლაპარაკობენ და იმაზე, რომ deep state-მა შეიძლება დაამარცხოს ევროკავშირი, ხო და დიპლომატიური ენით ამბობს, რომ ის როგორც ევროკავშირის მოქალაქე არ ეთანხმება ამ შეშფოთებას deep state-თან დაკავშირებით. თუმცა, რას ნიშნავს ეს? რეალურად რა სურათია? ანუ შეიძლება საქართველო ყოფილიყო მაგალითად მოლდოვის მდგომარეობაში და ახლა არ არის. საქართველო არა მხოლოდ მოლდოვის მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო, არამედ საქართველო უფრო წინ უნდა ყოფილიყო ვიდრე მოლდოვა. ეს მათი არგუმენტიც იყო, რომ წარმოუდგენელი დარტყმა იყო ყველა ჩვენგანისთვის, ვინც ამ პროცესებში ოდესმე მონაწილეობდით, რომ მოლდოვას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, მაშინ როდესაც საქართველოს უარი ეთქვა საწყის ეტაპზე და მხოლოდ პერსპექტივა განესაზღვრა, იმიტომ რომ ასოცირების ტრიო შეიქმნა საქართველოს მონაწილეობით, საქართველოს ინიციატივით და საქართველოსთვის. იმიტომ რომ საერთოდ ევროპის კავშირის რაღაც კარის გაღების დისკუსია ამ სახელმწიფოებისთვის საერთოდ წამოიწია მას შემდეგ, რაც საქართველოს რუსეთის აგრესიას გაუძლო 2008 წელს და მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო ამაზე საუბარი, რომ საქართველოს დაახლოების პერსპექტივა უნდა დაჩქარდეს და საქართველოს რომ მარტო არ ყოფილიყო და ამას რეგიონული განზომილება ქონოდა, მიება უკრაინა და მოლდოვა, რომლებიც განვითარების ტემპითაც და ხარისხითაც შეუდარებლად ჩამორჩებოდნენ საქართველოს და დიდწილად დღესაც ჩამორჩებიან როგორც კორუფციის ინდექსით, ჩამორჩებიან დემოკრატიული ცალკეული ინსტიტუტების ინდექსით. ამასობაში ცხადია, რომ მოლდოვამ იმიტომ რომ მას ყავს ეროვნული ხელისუფლება, პროდასავლური ძალები მართავენ, მიუხედავად რუსული ძალიან ძლიერი გავლენებისა, იქ ხერხდება დეзинფორმაციასთან შედარებით უფრო ეფექტური ბრძოლა და ამის შედეგად ინსტიტუციური მმართველობა უფრო დემოკრატიული ხდება, ვიდრე ეს არის საქართველოში. საქართველოში ჩვენ დე-ფაქტო ოკუპანტი დე-ფაქტო ოკუპირების პირობებში ფუნქციონირებთ, ხალხი იბრძვის ეროვნული დემოკრატიისთვის და მთავრობა არის ოკუპირებული რუსული რეჟიმის მიერ. იგივე ფორმატით, როგორიც ეს არის სოხუმში, უბრალოდ ამასჯერ ოკუპაცია არ ქვია. ამიტომ კი, რა თქმა უნდა, დასავლეთი და ჩვენი დასავლელი პარტნიორები და მოთამაშეები დაბნეულები არიან, იმიტომ რომ საქართველოს თუ უნდა ყოფილიყო ახლა პირველი, ვინც უნდა ევროპის კავშირის წევრობის კარს საკუთარი ნებით გაწყვიტა ეს გზა. ხო, საქართველოს არა, მაგრამ რუსეთის ხელდასმულმა ქართული ოცნების ხელისუფლება. დიდი მადლობა ნინო კალანდაძე, ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორი იყო ჩვენი სტუმარი, მადლობა რომ გვეწვიეთ.